ქართველებო დღეს საქართველოს ისტორიის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა 92 წლის 6 იანვარს საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ საკუთარი სამშობლო იძულებით დატოვა კრემლიდან ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალებით კრემლიდან დაფინანსებულმა ფსევდოწითელმა ინტელიგენციამ და გზავნეულმა ახალგაზრდებმა რომლებიც ამ კრიმინალურმა ელიტამ აიხოლია წერტილი დაუსვა საქართველოს ისტორიის წინსვლას საქართველოს გამწყინებას და ქართველი ერის ბედნიერებას ეს დღე უმძიმესი დღეა რადგან აი ამ დღიდან 91 წლის 6 იანვრიდან იწყება საქართველოს ფიზიკური და სულიერი დაცემა ავაზაკნი დაეპატრონნენ ქვეყანას ცეცხლის ალში გაეხვია სრულიად საქართველო სრემლსა და გოდებაში მოექცა აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველო ძმათა მკვლელობმა დაპირისპირებამ მიწასთან გაასწორა ქართველი ერი სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველობა ზოგიერთი რეპრესირებული იქნენ ხუნტის ხელისუფლების მიერ და ზოგი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი კუთხე თავისი საყვარელი სამშობლო დაკარგულია საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი და დღეს ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არავითარი პერსპექტივა რეალურად არ ისმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ ფსევდო დაპირებებით რომ ისინი დაიბრუნებდნენ და დაიბრუნებენ დაკარგულ ტერიტორიებს მაგრამ ვაი რომ რეალურად არაფერი არ ჩანს ეს ხომ წინასწარ გამიზნული იყო იმ ხუნტის მიერ რომელმაც ხელისუფლება ჩაიგდო ხელში და მათ მიერ იქნა ყველაფერი წინასწარ გათვლილი თქვენ გახსოვთ ალბათ დიდი რუსი ადამიანების დამცველის უფლებათა დამცველის სახაროვის მზაკრული გეგმა რომ საქართველო როგორც მცირე იმპერია უნდა დაშლილიყო უნდა განადგურებულიყო და ეს მზაკრული გეგმა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად სათავეში მოსულმა კრემლის მარიონეტულმა რეჟიმმა ედვარდ შევარდნაძის მეთაურობით სისრულეში მოიყვანა ქართველის ხელი დაემხო ქართული სული და განადგურდა ქართული პატრიოტული სულის კვეთებას დღეს 20 წელი შესრულდა მას შემდეგ ძალიან ძნელი წუხვა რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი რომელიც გულწრფელია თავისი სამშობლოს მიმართ დღეს ამ დღეს არ იხსენებს და აქ ჩვენთან ერთად არ დგას თუმცა დიდეულ მათგანში ცოცხლობს ის ქართული სული ის ქართული გენეტიკური მემკვიდრეობა სულიერი მემკვიდრეობა რომლის გარეშე საქართველო და ქართველი ხალხი ვერ იარსებებს მეგობრებო რა შეიძლება ითქვას აქ ჩემს გარშემო გამომსვლელებიც არიან რომლებიც თავისას მოგახსენებენ ამ დღესთან დაკავშირებით მაგრამ რა შეიძლება ითქვას როგორ შეიძლება ჩვენ ამ უკანონო რეჟიმს ხელისუფლება უწოდოთ რომელიც საქართველოს მოსახლე ხლეობაზე არ ზრუნავს რომელიც არც ერთ ნაბიჯს არ დგავს საქართველოს ინტერესების დასაცავად დავით გურამიშვილის არ იყოს შეიქმნა დიდ იმპერატორო იმდენად უმძიმეს სიტუაციაშია დღეს რომ პრაქტიკულად ეს კავკასიაში და ჩვენ სამეზობლოში რეალური სამეგობრო და სამეზობლო არ გვყავს ყველასთან გაბუჭებულია ურთიერთობა გაბუჭებულია ურთიერთობა იმ ევროპულ სახელმწიფოებთანაც კი რომლისაგანაც ვითომდა მიისწრაფის ეს ხელისუფლება დღეს გლოვის დღე გვაქვს და ჩვენმა ბრძენმა
შეგნებულად დატოვა ის 6 იანვარს თავისი სამშობლო, რათა შეეჩერებინა, დაერიდებინა საქართველოს დაქუცმაცება და არ ჩახშობილიყო, არ ჩავშვალიყო ქართული საზოგადოება ზმათამკვლელ ომში. მიუხედავად დევნილობისა, ბატონი ზიად გამსახურდია კანონიერი ხელისუფლება, ჩეჩნეთიდანაც კი პერმანენტულად მოძღვრავდა ქართველ ხალხს, პერმანენტულად ურჩევდა და ახსენებდა სამშობლოს სიყვარულს, თავდადებას, თავგანწირვას და ბრძანებდა და მოგიწოდებდა ყველა საქართველოს, რომ უკანონო რეჟიმისათვის, უკანონო რეჟიმის მიერ დადგმულ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო სპექტაკლებში ქართველ ხალხს მონაწილეობა არ მიეღო. ბატონებო, ეს ასო ისე ლამაზი დღეა, მიუხედავად იმისა, რომ შობის ბრწყინვალე დღესასწაული გვიახლოვდება 92 წლის 6 იანვრის შობა-საღამოს ქართველ ხალხს ხუნტამ ცერემლითა და გოდებით გაუთენა საზოგადოების უმცირესი ნაწილი ზეიმობდა. გახსოვთ თქვენ, ეს კადრები შემორჩენილია არქივებშიც და თქვენს მეხსიერებაში, როგორ ზეიმობდა სამშობლოს მოღალატე ელიტა და როგორ გლოვობდა ჭეშმარიტი ქართული საზოგადოება, როგორი გლოვით გათენდა ის 92 წლის 7 იანვარი. ბატონებო, დღეს ისევ ახალ ხაფანგს აგებს არსებული ხელისუფლება, ახალი საარჩევნო სპექტაკლებისთვის ემზადებიან, მაგრამ გახსოვდეთ, საქართველოს ყავს კანონიერი ხელისუფლება, რომელიც დღესაც დევნილობაშია. მას თავისი სამართალმემკვიდრეობა არ გადაუცია ხუნტის რეჟიმისათვის, ქართულ ჭეშმარიტ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებმაც საარჩევნო ბლოკი მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო დაარსეს, დააფუძნეს, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება და ჰელსინკის კავშირი ეროვნული აღორძინება თავის ადგილზე დგას, არც მას გადაუცია არავისთვის სამართალმემკვიდრეობა, კანონიერ ხელისუფლებას გააჩნია როგორც პოლიტიკური დასაყრდენი, ისე იურიდიულად სამართლებრივი აღდგენის შესაძლებლობები. მე კიდევ ერთხელ გახსენებთ და მაინც ალბათ წუთიერი დუმილით მინდა, რომ პატივი მივაგოთ იმ მამულიშვილებს, რომლებისთვისაც 92 წლის შობის ბრწყინვალე დღესასწაული უკანასკნელი აღმოჩნდა მათ ცხოვრებაში. ეხლა კიდევა მომენტით დავცე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ჰელსინკის კავშირი ეროვნული აღორძინების თავმჯდომარეს ბატონ ფირუზ დიაკონიძეს. გილოცავთ მოახლოებულ შობა ახალწელს და ეს ყოფილიყოს დასაწყისი მომავალი კარგი საქართველოს 20 წელი. მე მგონი საკმარისია ჩვენი უბედურებისათვის. დღეს მე ოფიციალური განცხადება მინდა წაგიკითხოთ და ამიტომ ტექსტს წავიკითხავ პირდაპირ საქართველოს კავშირის სახელით. საქართველოს ჰელსინკის კავშირი ეროვნული აღორძინება შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით. თვალსა და ხელშუა გვეცლება ძირძველი ქართული ტერიტორია. ქართულ ენას ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს სახელმწიფოებრივი სტატუსი. რწმენას გვიგინებენ და გვაძალებენ უცხოურ კერპებს. მილიონზე მეტი მოქალაქე უკან მოუხედავად გადახვეწილია უცხოეთში. მათ საკუთრებას კი ჩალის ფასად ხელში იგდებს დამპყრობელი. სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები გამუდმებით ეწევიან გარკვევლების ქადაგებას. თითქმის ყოველდღე ძალადობრივად იღუპება ადამიანი. ადამიანის უფლებათა დაცვის საბაბით ებრძვიან ყოველივე ქართულს. რატომღაც ჩვენ ადამიანებად არ მევაჩნევთ. როგორც ჩანს, გლობალისტებმა გადაწყვიტეს ქართული ერის გენოციდი და ახორციელებენ კიდეც წარმატებით უკვე 20 წელია.
მათი პირველი მედროში არის ედუარდ შევარდნაძე და მის მიერ ორგანიზებული ფაქტობრივი ხელისუფლება. ჩვენ არ გვაქვს პირადი მტრობა ფაქტობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჯერჯერობით არც ის შეგვიძლია რომ მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დავაკისროთ, მაგრამ ჩვენ ყველას საკუთარი სახელი უნდა დავარქვათ, რათა ჩვენმა მომავალმა იცოდეს, რომ მურვანყრუსა და ჯალალედინის თუ თემურ ლენგისა და შაჰაბასის საქმის გამგზელებელი არის ედუარდ შევარდნაძე. სწორი დიაგნოზის დასმა უცილებელია მკურნალობისათვის. თუ ვინმე სურს ფაქტობრივი ხელისუფლებიდან საქმის გაემუჟინოს ამ სატანას, დროულად დაგმოს მისი ქმედებანი, იზრუნოს პოლიტპატიმართა გათავისუფლებაზე და დადგეს საქართველოს მხარეზე. თორემ ისიც შეიძლება გავახსენოთ, რაბედი ეწია ფილიპე მახარაძესა და მიხა ცხაკაიას საფლავებს. ჩვენ არ ვემუქრებით არავის, რადგან ამის არც უფლება და არც შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. ხომ არ დავემსგავსებით იმ ფანატიკოსებს, რომლებიც ვინმეს სახალხო დასჯას მოითხოვს. სამართალი ისედაც ჭამს ფურს. ჩვენ მოგიწოდებთ თანამემამულეებს, გავაცნობიეროთ, რა საშიშროება ედუარდ შევარდნაძის თავისუფლებაში ყოფნა. თუ ახლა ჩვენ ქართული ენისა და რწმენის ნაცვლად სხვას გთავაზობენ, მალე ქართულ ოცნებასაც გლობალისტები მოგვაწვია. გაიღვიძეთ ქართველებო დროულად. ძილში არ გაიპაროთ. ცუდია ძილში სიკვდილი. წინ დიდი არჩევანი გველის. მას გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოს. ფარავდეთ ხმებს. ეს იყო ოფიციალური განცხადება ჩვენი კავშირის სახელით. მე კი დავამატებ იმას, რომ ვიღაცებს შეიძლება ეჩვენება ედუარდ შევარდნაძე უკვე პენსიონერია, საწყალია ესა და ესა. ნურას უკაცრავად. ედუარდ შევარდნაძე არც არადროს გადამღერა, ის დღესაც არის მისი ძალა და თქვენ რომ გონიათ რომ ამერიკის ელჩი განაგებს საქართველოს კი ეს ასია, მაგრამ ამერიკის ელჩი ამას ყველაფერს ათანხმებს მასთან. ეს მასთან შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ 8 წლის წინ, რადგან შევარდნაძეს დიდი დამსახურება აქვს როგორც მეხუთე კოლონის ლიდერს საქართველოსაც ჩვენ დაპრობლემის გლობალისტების წინაშე. ისინი შეფირებული არიან მასზე უამრავ სიგეთეს და მიაწვიან კიდეს. თქვენ დააკვირდით, რომ არაფერი არ ხდება საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი, სადაც ედუარდ შევარდნაძეს როგორც საპატიო ხელმძღვანელს ამ ქვეყნისას მოიხსენიებენ და ისე მიაგებენ პატივს. ასე რომ, შეგეშლება. ახლა ჩემ ბატონმა ოთარი ბრძანა გაითამაშებენ საარჩევნო კამპანიას, რა თქმა უნდა, ეს ვითომ არჩევნები უკვე 20 წელია ტარდება, მაგრამ ეს არ არის არჩევნები. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არჩევნები უნდა ჩაატაროს ქართველმა ერმა და მხოლოდ მას შემდეგ იქნება საქართველოს თავისუფალი. ამიტომაც ჩვენ არ ვიბრძვით პირადი კეთილდღეობისათვის, როგორც უმეტესობა ახლა ოპოზიციური პარტიები იბრძვიან. ჩვენ ვიბრძვით საქართველოში აღდგეს დამოუკიდებლობა და საქართველოს მართავდეს ქართველი ერის ნების გამოხატველი ხელისუფლება. მადლობა.